ექიმი დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ გახდომა დიდი რაოდენობით კალორიების მიღებითაც არის შესაძლებელი. სპეციალისტებმა ტენესის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ რძის პროდუქტებს შეუძლიათ ცხიმოვანი ბოჭკოების გაქრობა. ამ მიზნის მისაღწევად კარგია ხაჭოც, რომელიც განურჩევლად ასაკისა ყველასთვის სასარგებლოა. ხაჭო ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და ზედმეტი სითხის გამოდევნას. ამგვარად, ეგრეთ წოდებული ხაჭოს დიეტა ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. თუ 5 დღეში 8 კილოგრამის დაკლება გსურთ, საკმარისია მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 500 გრამი უცხიმო ხაჭო მიირთოთ. ძილის წინ კი 1 ჭიქა შამპანიური დალია. თუ რძის პროდუქტები არ გიყვართ და გირჩევნიათ, რომ საკვებ რაციონში ბოსტნეული შედიოდეს, მაშინ თავაზობთ ეგრეთ წოდებულ კიტრის დიეტას. თუ თქვენ სასწრაფოდ 5 კილოგრამის დაკლება გსურთ, მაშინ 3 დღის მანძილზე დღეში 2,5 კილოგრამი კიტრი უნდა მიირთოთ. კიტრის დიეტის დაცვა 3 დღეზე მეტხას რეკომენდებული არ არის, რადგან იგი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას. ამიტომ შესაძლოა გამოიფიტოთ. თუ თქვენ არც კიტრი გიყვართ და არც რძის პროდუქტები, მაშინ აუცილებლად გეყვარებათ შოკოლადი. უახლესმა კვლევებმა ყავასა და შოკოლადს ძველი დიდება დაუბრუნა. სპეციალისტებმა აღიარეს, რომ ეს გემრიელი პროდუქტები მავნესულად არ ყოფილა. მაშ ასე გთავაზობთ ეგრეთ წოდებულ შოკოლადისა და ცხელი ყავის დიეტას. ამ დიეტის დასაცავად ნატურალური დაფქვილი ყავა და შავი შოკოლადი დაგჭირდებათ, რომელშიც კაკაოს შემცველობა 50%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 5-7 დღის განმავლობაში დღიურად 100 გრამი შოკოლადის ფილას 3 ნაწილად უნდა გაყოთ და საუზმეზე, სადილსა და ბახშამზე მიირთვათ. შოკოლადის შემდეგ მხოლოდ 3 საათში შეგიძლიათ უშაქრო რძიანი ყავას დალიოთ. ყავისა და შოკოლადის დიეტას თუ დაიცავთ, სპეციალისტები 5-7 კილოგრამის დაკლებას გვირდებიან. ვისაც ხილი უყვარს და თან ზედმეტი კილოგრამების დაკლება ზაფხულში სურს, საზამთროს დიეტა არაჩვეულებრივია. საზამთროს შარდგამომყოფ გზებს, თირკმელებსა და მთლიანად ორგანიზმს ეფექტურად წმენს. მოეწყოთ საზამთროს ერთი ან რამდენიმე დღიანი დიეტა, მაგრამ ერთ კვირას არ გადააჭარბოთ. საზამთროს დიეტით ხდება წონაში კლებაც, შლაკებისა და მარილების გამოდევნაც და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირება. ამიტომ ამ დიეტის დროსაც ზომიერების დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც სხვა შემთხვევებში. და ბოლოს ციციბურას დიეტა. ციციბურა შეიცავს მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, მაგნუმს, კალციუმს, კალიუმსა და რკინას. იგი ასევე გამდიდრებულია ნახშირწყლებით, რომელიც იწვევს ცხიმების წვას. ციციბურას დიეტა ეკრძალებათ მხოლოდ ჰიპერტონული დაავადებების მქონე ადამიანებს. დღის განმავლობაში ციციბურა შეგიძლიათ შეუზღუდავი რაოდენობით მიირთოთ. ამ დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტხანს არ არის რეკომენდებული.